მოგესალმებით მეგობრებო ყველას, როგორც უკვე დიდი თხოვნა იყო იმის შესახებ, რომ ქოროსის თვალი როგორ იქნება, მოდი ახლა მე დავიწყებ ქოროსის თვალის დახაზვას და თქვენ მიყურეთ რა, ასე ვგერა როგორ ჯდება ქოროსის თვალში და როგორ იქნება ქოროსის თვალი. მე მანამდე ვეცდები, რომ აი აქ ახლა თქვენთან ერთად ერთი წამით აქ ესე გადმოვიტანო განათლება. და თანაც ჩავსვა აი ესე ჩავსვა და თანაც მიყუროთ როგორ იხაზება ქოროსის თვალი, მაგრამ მე მგონი რომ ეს უნდა გადავიტანოთ ცოტა იქით. ესე ვერ დაინახავთ თქვენ. ჩემს ახალს ავიღებ. აქ დავდებ. რომ კარგად დაინახოთ. ესე დაინახავთ ესე? ესე თუ დაინახავთ, გამეხარება. რაღაც უნდა მოვიფიქრო, როგორ მოვიფიქრო ახლა. ეს კი მაქვს, მაგრამ ეს დატენილი არ იქნება. აი ეს დატენილი არ არის და როგორ უნდა ჩავდე, დამავიწყდა ამის გამოყენება. მაიცედეთ ერთი წუთით მეგობრებო. ჩემს მეუღლეს უნდა ვთხოვო დახმარება. მარინუს შენი დახმარება მჭირდება ერთი წუთით თუ შეიძლება. ხო. მოდი ერთი წუთი რაღაც უნდა ვთხოვო. მე მგონი დატენილი არ არის ის, მაგრამ მაინც იქნებ ჩაირთოს რა. Kannst du mal das hier bitte so einstellen, dass hier so schaut? Kann man nicht mehr. Das kann man schon einstellen, aber so geht es nicht. Warum? Das ist außerdem, das Ding ist viel zu leicht für das Teil. Das Ding ist viel zu leicht? Das passt hier nicht. Da muss eine Kamera hin und nicht ein Handy. Du hast doch dein Gimbal. Wo ist dein Gimbal? Wo ist mein Gimbal? Das stimmt. ეს არ არის გიმბელი შენთვის, ეს არის კამერასთვის. მეორე გიმბელი ხო არ გქონდა ვიცი სად არის თქო ეს. არ ვიცი. კამერის გიმბელი სად წავიღეთ? მობილურის გიმბელი. აქ უნდა იყოს სადღაც, აბა სად იქნება სხვაგან? წესი აქ უნდა იყოს. ეს რა არის? აბა ნახე. აქ ხომ არ არის, მეგონი აქ. არა, აქ არ არის, ეს არის ხმის. ეს ნუ. Komisch, wo ist denn mein Gimbal? მეგობრებო, სადა? აბა გაიხსენე კარგად მარინოს რა. აქ იყო ხოლმე და ეხლა სად არის? წესით პატარა არის, ხო? პატარა არის და სად არის? აქ ხომ არა მაქვს. აუ ეს გამოწია აბა. წესით მან უნდა იყოს. უკან არ არის? არ არის აქ. აი აქ არის, და მოვიწყო. აი. აი ეს გადავდოთ. ეს არ არის. ის არ ქონდა ეს, მოცა.
აი ესე აქვს. ეს აქვს. ვიპოვეთ. ეს რეებია, მე მგონი ისინი არ დაგჭირდება, ხო? ისინი არ დაგჭირდება. ეხლა ეს გადავდოთ აქ. Du musst jetzt dein Telefon hier rein tun. Okay. Soll ich das abmachen? Mhm. Okay, und Musst du jetzt? es anmachen? Und dann? Jetzt ja. და მე გამომყვება? ელოდება რაღაცას. ავიცი მომიცი, რომ იქნებ რომ მოუხერხო რამე. ესე რო იყოს რა მოხდა? ესე ვერ გადმოვატრიალებ? Was? ამას ვერ გადმოვატრიალებ? Doch. Musst du nur drehen hier. არა, იცი როგორ მინდა მარინოს? ესე კი არ მინდა. აქ რო უყურებდეს ეგრე მინდა. აი ესე. მაგრამ ტექნიკა და მე რა. Ჯერ არ მუშაობს და უნდა muss man probieren, wie das geht. Ich weiß jetzt nicht, wie das geht. რამე მოვახერხოთ რა. Was brauchst du nicht? აი აქ მინდა რომ უყუროს ახლა ამ ტელეფონმა რომ რას ხაზა ის რო დავინახოს. შუბლზე მივიწებებ. რამენაირად შუბლზე მივიწებებ. ან ეს დავდგათ მაღლა და ამას გადმოვაწევინებ. ხო შეიძლება რა? მოდი ეგრე გავაკეთოთ, ეგრე დამეხმარე რა. Was willst du jetzt machen? აი ეს დადგი ახლა აქ. ჩამოვწიოთ ყველაზე დაბლა. ეცოდეთ ეს გავწიოთ. აი აქ დადგი, აი აქ ესე. Sehr gut. ეს ჩამოვწიოთ ყველაზე დაბლა ფრთხილად. Geht nicht აი viel weiter. ესე. ეს აღარ ჩამოდის, Geht nicht ხო? weiter. აი. Ja. Ja. ეს ხო შეიძლება რომ ეს მაღლა ავწიოთ, არა? ტექნიკური პრობლემების გამო მეგობრებო შეფერხებულია სიდონის თვალის დახმას. ეს აწევა, ეს ჩაწევა. ეს ჩაწევა. მაინც არა და არა. ეს არ მომეწონა ახლა. მე მოვიფიქრე. აი აქ ვაგერთი. პატარა და სამაგრებელი იქნება ამან მიშველოს.
მე მგონი ეს ყველაზე პრაქტიკული არის. აი ესე. ესე და ესე. აჰა, აი, ყველაზე კარგი რაღაც. ძალიან იოლი და ძალიან პრაქტიკული რა მინდოდა აქამდე. აი, ახლა თქვენ ხედავთ აქ ყვითელ ფურცელს, ხო? თუ გინდათ აი აქ დავდებ, ესე რომ დაინახოთ კარგად. და გავაკეთოთ სიმრგვალე. ხედავთ? სიმრგვალეს ხო ხედავთ? მე უნდა მოვატრიალო და ესე ჩავსვა. აი ესე რომ მეც დავინახო რას ვაკეთებ, ხო? ჩემი პერსპექტივიდან განახებთ. აჰა. დავიწყოთ ახლა. ქოროსის თვალის დახატვა რა. აი ეს პატარა ქოროსის თვალი მაქვს მე აქ. ეხლა ამ სივრციდან არ დავიწყებ, მე დავიწყებ აი ამ სივრციდან პირდაპირ, გესმით? და ჩავსვავ აი ამ ასობგერებს ამ სივრცეში. ასობგერა ანი, ხო? აი ეს დავიწყოთ რა. სიმრგვალებით დავიწყოთ, იმიტომ რომ ესეთი ადვილიც არ არის ამის გაკეთება. ასობგერა ონი. აი ეს ონი. სადაც ახლა აი აქ ესე გავუკეთებ x. და უკვე ონი დახაზული გვაქვს. და აი აქ გამოსასვლელ გზას აი ეს გამოსასვლელი გზა და შემსვლელი გზა რომ არის, ხო? იმას ჩაუხაზავ. აი ამას. ესე და ესე. ხო? დაახლოებით. ეხლა წავედით ჩვენ დავხაზოთ დონი. დონი, იმიტომ რომ ყველაზე ადვილი გასაგები არის სიმრგვალე და შემდეგ აი ამ სიმრგვალეს, ხო? სიმრგვალე არის, ნახეთ. აი ეს დონი. აქ დავწერ კიდევაც რომელი ასობგერით დავიწყე ამის ხაზვა რა. ონი. მერე დონი. დონი არის აი ეს. აქ სახაზავით დამჭირდება. შუაში რომ იყოს წერტილი დავსვათ შუაში. ეს შუა წერტილია. დონი არის ასეთი პატარა თავი აქვს და შემდეგ აი ესეთი ის აქვს რა. აი ესე გავაკეთებ ამის გასწვრივ. აი ამის გასწვრივ არის, ნახეთ, სივრცე არის ეგეთი, რომ ეს გასულები არის დონის ოდნავ გარეთ გასული რა. ამ სიმრგვალის ოდნავ გარეთ გასული და ზუსტად აი ახლა ეგრე გავუკეთებ მეც. სიმრგვალეზე ხოზის ოდნავ გარეთ გავიდან. ესე. ეს არის დონი, ხო? ეხლა დავაწეროთ, რომ აი ეს მხარე, სადაც დონი არის, მაღლა. ასომთავრულია. სიდონი. აი ესე იწერება S I D O N O ესეა. N და I. ესე. წავედით, დონი ჩავსვით. ეხლა ჩავსვათ სიმრგვალე არის კიდე უნი, ხო? უნი.
აი აქაც დავაწეროთ რომ უნი. ახლა უნი წავიყვანოთ. უნი ჩვეულებრივად ეს არის სიმრგვალე და უნი. ეხლა ვიე. აი ვიე მეგობრებო ეს. აი ეს ვიე უნიში როზის. ჩავსვათ ეხლა აი ამ სივრცეში. ხო? ნახე? ისე გამოვიდა. შუა სივრცე არის ეს. წიწვით. ერთი წუთით. ეს პატარა არის. აი ამას ავიღებ. ესე უფრო კარგად დავხაზავ. ეს სულ შუა სივრცეა და აი ეს არის დაახლოებით შუა სივრცის შუა გული რა. ეს წერტილი არასწორად დავსვი. ხო, წერტილი არასწორად დამისვია, მაგრამ არა უშავს. წავშალოთ, არ არის პრობლემა. საშლელი ახლა სად არის? აბა რამდენი ხართ თქვენ მანამდე მითხარით? სიმეტრია, მეგობრებო, აუცილებლად უნდა დავიცვათ და აი ესე დავიცვათ ახლა ჩვენ სიმეტრია რა. შუა წერტილი არის აი აქ. ესე. დონიც აქ იქნება შესაბამისად. ესე. და მე მაინც რატომღაც ესე მგონია რომ ცოტა აქეთ ვართ გადმოსული შუა წერტილიდან, არა? გონია ეგრე. აი, ესე გავუკეთოთ, რომ ცოტა გავასქელოთ და ეს შუა წერტილი და ის ეგრე იქნება. აი, ეს არის შუა წერტილი რა. შუა ხაზი. მოდი რა ახლიდან დავიწყებ რა. შუა ხაზი ვეღარ უნდა მოდი. ფარგალი კი მაქვს, მაგრამ მეზარება მაქვს ფარგლის გამოგება ეხა და აწყობა. აი ესე. დავშოთ სიმრგვალე. ესე. მერე აქ წესით თვალის ზომით ავიღებ ახლა შუა წერტილს ესე და ჩავსვავ ხაზს რა. ესე. და აქ არის დონიო, ხო? რა ვთქვით? დონი ესე იყო, ხო? ოდნავ გადასული იყო. დონი, უნი და ონიზის ამაში. დონი, უნი და ონი. და ონს აქვს ვიე.
აი ამაში უნდა ჩავსვათ ახლა ვიე, ხო? და ვიე როგორია ორას ვიძახით? აი ვიე ესეთია. ეს უნდა ჩავსვათ ახლა აი ამ ხაზში სადღაც, ხო? და რადგან ჩვენ ერთ სივრცეში გვინდა მოვათავსოთ აი ეს ასობგერები, ეხლა ვიხემძღვანელებთ ჩემი უკვე ტვინ ნაჭლეტი იმით სივრცით და აი აქ ზუსტად ამაში ჩავსვავ აი ამ ვიეს რა. მაგრამ იცით რა არის? მოდი ვიე გადავდოთ ახლა ჩვენ ჯერ და სულ ბოლოში ჩავსვათ ვიე, იმიტომ რომ ვიე არის საერთოდ ისეთი, აი აქ დავწერ ვიეს, რომელიც შესასმელი გვაქვს. ჯერ არ ჩაგვისვია და სულ ბოლოში ჩავსვათ. მანამდე ვიხემძღვანოთ სხვა ასობგერებით. აი მაგალითად ახლა ჩავსვათ ფარი. ფარს აქვს ოდნავ დაბლა ჩამოწეული ეს ნახეთ აი ეს ჩამოწეული აქვს დაბლა ხაზი, ხო? და სიმრგვალეა. ჩავსვათ, რა პრობლემაა? ჩავსვათ. ფარი, ასობგერა ფარს ვქნით ახლა და ამოვიყვანთ დონიდან და ჩამოვალთ ფარი. ფარს გავაკეთებ, აი. ფარი არის ეს. ხო ესია მეგობრებო, აი ეს არის დაახლოებით 9 წრის ხელა, ხო? აი ჩამოცდენილი აქვს 9 წრის სიმაღლეზე. და აი ესეც ახლა 9 წრის ტოლი არის, მე მგონი, ხო, ნახოთ. ესე იგი აქედან არის 12 და 12 ვნახოთ. 12. არ არის. ბოლომდე ჩამოვიყვანოთ. აი ესე არის ფარი, ასობგერა ფარი. ეხლა წავედი და ასობგერა ფონი, ფარიც ჩავსვათ, აი აქ ჩავწეროთ, რომ ფარი ჩავსვით. აი ეს უნი ესე შემოვხაზოთ, რომ ბოლომდე არ გვაქვს, ხო ჯერ? ფარი არის ჩასმული, კი ბატონო. ეხლა ჩავსვათ ფონიც. და ფონიც ჩავსვათ. რა პრობლემა არის? ჩავსვათ ფონი. ფონს ესე იგი აი აქ ოდნავ კი არა და საკმაოდ მთელ სიგრძეზე აქვს ჩამოსული. აი ნახე, აი ამის სიგრძის დაბლა აქვს ჩამოსული ეს ხაზი. ნახეთ, ეს ჯვარი თლიანად ფონში ჩაისმევა, რო აიღო და ჩასვა შიგნით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ახლა რა? აი ამ მთელი სივრცის, აი როგორც ფონს აქვს, ხო? როგორც ფონს აქვს, ამ მთელი სივრცის ასახვა გვჭირდება ახლა ჩვენ ამ ჯვარში. თქვათ, თუ ეს სივრცე, ფონის სივრცე, აი აქ არის რამდენი? 7 სანტიმეტრი, აქაც უნდა იყოს 7 სანტიმეტრი. მაშასა და მე ჩამოვაგრძელოთ 7 სანტიმეტრით დაბლა რა. 7 სანტიმეტრით დაბლა, 7 სანტიმეტრი. და აი ამ 7 სანტიმეტრზე უკვე შუა ადგილზე აზის ჯვარი. ეხლა 7 რო 2-ზე გავყოთ, ხო არის 3.5. 3.5. აი აქ უნდა დაისვას ზუსტად ეს ჯვარი. და ზუსტად 7 სანტიმეტრით და 3.5-ზე 3.5-ზე ესე აი აქ 0-დან 7-მდე. აი შეიქმნა ასობგერა ფონი. ეხლა ჩვენ წავიდეთ სად? ასობგერა ფონი შევქმნით, ასობგერა ური. ური ძალიან შიგნით ჯდება, გულში ჯდება ური. აქედან გამომდინარე ესე მქონდა, ური ჯდება აი ამაში, ხედავთ? აი ამ მონაკვეთში, ური პატარა არის. კარგი. ნახოთ ახლა აი აქ წავიდეთ შუა გულში. ჩავსვათ ასობგერები.
ანი როგორც მახსოვს ჩაჯდა აი ამ ნახევარსფეროში. მოდი ასობგერა ლიც ჩავსვათ, იმიტომ რომ მე გაგვიადვილებს. ასობგერა ლის რო ჩავსვათ, გაგვიადვილებს შიგნით მოთავსებულ ასობგერების მოთავსებას რა. ასობგერა ლი არის ყველა ერთი ზომის, ანუ ჯვარი ტოლფერდა არის ყველა ოთხივე მხარე და აი ესენიც ტოლფერდა არის ყველა მხარე. ხო და გავაკეთოთ აი გრემ. კარგი. ლიზის აქ, ნახეთ. ლი მე ჩავსვი ამაში, ნახეთ, აი ესე და ესე. პირდაპირ დონზე დააჯდა ლი. ნახეთ. ესე იგი, ეს არის მოდი ბარემ 4 სანტიმეტრი გავხატოთ რა. ეს არის 4 სანტიმეტრი. ესეც უნდა იყოს 4 სანტიმეტრი. ესეც უნდა იყოს 4 სანტიმეტრი და ზუსტად შუაში დაჯდა. ესეც უნდა იყოს 4 სანტიმეტრი. აი. ესეც უნდა იყოს 4 სანტიმეტრი. ესეც უნდა იყოს 4 სანტიმეტრი. აი აქ. და ეხლა ესეც უნდა იყოს 4 სანტიმეტრი. ესეც უნდა იყოს 4 სანტიმეტრი. და ესეც უნდა იყოს წავიდა 4 სანტიმეტრი. აი აქ შეკრა ერთი კუბი. მაგრამ ლი აქედან არ უნდა დაიწყოს, აქედან უნდა ყოფილიყო 4 სანტიმეტრი და არა იქიდან. აი, ესე იგი ლი არის ეს, ნახეთ? ნახეთ რა ფიგურა გამოვიდა? ესე და ესე და ესე არის ლი. ხვდებით? აქ 4 კუთხედი შეიკრა. აი აქ შეიკრა. აქ არ არის შეკრული, იმიტომ რომ მე ახლა ხელით დავხაზე მაშინ და სანტიმეტრები და ისინი არ გამომიყენებია ფარგლები. ხელის მიხედვით დავხატე. აი, წავიდეთ ახლა. ეს რატო ჭრება სულ რა. წავიდეთ ახლა გავაგზავნოთ ლი ჩავსვით. ალბათ ჩავწეროთ ლი ჩავსვით. და ახლა წავიდეთ ახლა მოვიდება ამას გაჯიქება. ანი ჩავსვათ, იმიტომ რომ დავიწყოთ ახლა ანით, შუაში ადვილად ჩაისმევა ახლა ესენი. ანი. აი აქ ისმევა ანი მეგობრებო რა. და ანის დავაჯინოთ აი ეს ღანიც, იმიტომ რომ ესეთი მოხაზულობა აქვს ანის, ნახე? აი ესეთი მოხაზულობა აქვს. ანისაც და უნისაც, ნახეთ, ანისნაირი მოხაზულობა აქვს. და პირდაპირ ხაზზე ესმევა. ორივე ერთად ჩავსვათ ახლა.
პრეციზიო, ნახე, ეხლა გამოვითვალოთ, აქ ამის ნახევარია, თუ ერთი და იგივეა. აქ ჭირდება ეხლა ეს სახაზავი. 2 სანტიმეტრი, 4 და 2, ნახევარია. კაი. ნახევარია. კარგი. ეგრე გავაკეთოთ ჩვენც. ესე იგი აქ უნდა დააჯდეს ეს თაღი. აქ უნდა დააჯდეს ეს თაღი და აქ ხაზი უნდა ჩამოისვას. ხო? მოდი, მაინც გული მიგრძნობს, უნდა გადავდოთ ეს ვიე უნდა გადავდოთ და პირდაპირ ანი დავხაზოთ ეხლა რა. ანი არის ესეთი მონაცემი. აქ ეხლა უნდა გავიხსენო, სად ჩავსვი ანი. ანი ამაში არ ჩაჯდა, თლიანში არ ჩაჯდა, იმიტომ რომ ამას სხვანაირი თაღი აქვს და აი აქ ჩაჯდა ანი. და აქ ჩავსავ ეხლა ანის. ესე იგი, წრის ნახევარი არის, აი აქ უნდა დამთავრდეს ანის ამბავი. და აქაც წრის ნახევარი არის, წესით, აი აქ უნდა შუა წერტილი არის ეს და აი აქ უნდა გაისვას ხაზი ანის რა. აქ არის ანი. აი ესე და მე არის ესეთი მოხაზულობა, ხო? აბა ეხლა გამომივიდეს, ფარგალი არ ავიღე, მაგრამ ფარგალი არ უნდა ამას. აი ესე და აქედან მიდის ესე. თაღი აქ. აი ანი. ვთქვათ, აი უფრო ლამაზადაც შეიძლება რომ დაიხაზოს მაგალითად. აი ესე. აი ანი. ლამაზი ანი გამოვიდა, ხო? ხო ლამაზი ანი გამოვიდა, ძალიან მომწონს მე. ეხლა წავიდეთ ჩავსვათ ბანი. ბანი სად არის? აი აქაც ეხლა ჩავწერო, ანი დავხაზეთ უკვე რა. აი აქაც ჩავაწერე რომ დავხაზეთ ანი. ეხლა ბანი. ბანი არის აქედან დაწყებული დაბლა ჩამოსული. კი ბატონო. აი ბანი ეს არის. აი ეს არის ბანი, რომელიც არის ამ ხაზზე და აი აქამდეა მოსული მერე ის ხაზი. აი ბანი. ბანი არის ანიზე დიდი, აშკარად ესია. აშკარად ესია. ეხლა ბანის ჩავწერეთ. განი არის აი ეს, ნახეთ. განი სად ჩავსვი? განი დაბლას ის. განი ზის დაბლა, აი აქ და აქ ზის დაბლა, აი ამაში ზის განი. ოღონდ განის პროცესი არის ცოტა სხვანაირი. მოდი განსაც გადავდებ ბოლოში. დონი ჩასმულია ენი. ენისაც ჩავსვი, ეხლა ეგ მაინტერესებს მე. მაშინ ჩავსვი ენი აქ. როგორც მახსოვს, ენი ჩავსვი აქ. ენი არის აქ. კაი. დავიწყეთ ეხლა. ენი არის ასეთი. ნახეთ მეგობრებო. აი კუბიკი და გაშლილი კუბიკი არის, ხო? კუბიკი და გაშლილი კუბიკი. მოდი გავაკეთოთ. თუ კუბიკი არის, მაშინ ესეთი უნდა იყოს აქ. ნახეთ. ანი უნდა შეიკრას. ესე იგი გამოვიდა ენიც ჩავშვით. ენიც ჩავშვით. ეხლა ჩავსვათ ვინი ჩავსვათ. ესე უნდა მოწვალებდეს ეს რაღაცა რა, იმიტომ რომ ესა ჩინური არის და ძრება.
ენი უკვე ძალიან ადვილი გასაგებია, სად ჩაისმევა, ენი ჩავსვით უკვე და ვინი, აი, ვინი სად ჩაისმევა უკვე ძალიან ადვილი გასაგებია, ხო? ვინი არის ენის ადგილზე. ოღონდ აი აქ ესე რომ მოდის ეს გახსნილი კუბიკიდან ცოტა ახლოს, ანუ გახსნილი კუბიკია, მაგრამ გახსნილი კუბიკი მთლიანად აი ეს კუთხეს ეს ხაზი კუთხეს აკეთებს და მე ჩამოდის დაბლა. აი ეგ მე მგონი მე ჩავსვი ზუსტად აი ამაში. ესე და ესე. აი განთან მივიდა და მე გავიდა გარეთ და ზუსტად ეგრე გავაკეთებ ეხლაც. ესე იგი ვინი არის ეს აქ გამოდის და მე აქ ჩამოდის. მიხვდით ხო? ვინი არის აი ეს. და ეს. ვინი არის ეს? ესე და ესე. კი ბატონო, ვინით შევწერეთ აი აქ. ეხლა წავიდა ზენი. ზენი ძალიან ადვილია, უკვე აი აქ ჩაისმევა ზენი პირდაპირ და აქ წრე აქვს, ნახეთ, ჩვეულებრივი წრე არის. თუმცა ზენი ასევე შეგვიძლია ჩავსვათ აი ამაშიც რა. ზენი ასევე შეგვიძლია მაღლად ჩავსვათ, დიდი გავაკეთოთ ან პატარა გავაკეთოთ. მოდი ზენზე დავიცადოთ, მაშინ რახან ორი ვარიანტი გვაქვს, დავიცადოთ და მე ბოლოს ჩავსვათ. ეხლა ჩვენ გვჭირდება ჰ. ჰ მერვე. სად ჩავსვათ ჰ მერვე? ჩემთვის ძალიან ადვილი იყო ჰ მერვის ჩასმა და ჰ მერვე იცით სად ჩავსვი მეგობრებო? აი აქ და აი აქ. ამაში ჩავსვი. აქაც შეგვიძლია ჩავსვათ მაღლაც. აი, აქაც შეგვიძლია ჰ ჩავსვათ და აქაც შეგვიძლია ჩავსვათ რა, ორივეგან ჩაისმევა. მაგრამ მოდი ახლა ჯერ ეგ პატარები ორი ვერსია არის, სადაც გვაქვს ხო? ორი ვერსია, ისინი გადავდოთ და ჯერ თანი ჩავსვათ, სადაც მხოლოდ ერთი ვერსია არის. თანიც პატარაზე შეიძლება თქვა ჩაისვას. თანიც პატარაზე შეიძლება ჩაისვას, მაგრამ მე მაშინ გადავწყვიტე, რომ თანი ჩამესვა. ხო, აი ამაში დიდია თანი. არა, პატარაზე არ შეიძლება ჩაისვას, თანი არის დიდი. აი ეს არის თანი, ესე და ესე აი ამის ნახევარზე მოდის და ჩამოდის ამის ნახევარი არის აქ უკაცრავად. არა, ნახევარზეც არ არის გასული. ნახევარზეც არ არის ამის ის გასული. ნახეთ, ამის ნახევარი ეს არ არის. ოდნავ პატარა არის. გამოვთვალოთ თუ გინდათ. თუ გინდათ გამოვთვალოთ. სახაზავი გვაქვს. ესე იგი ეს არის 4 სანტიმეტრი და ეს არის 5-6-7 სანტიმეტრი. არა, ნახევარი ყოფილა ნახევარი. კი. ნახევარი უბრალოდ თვალი ზომა ატყუებს. მაშინ ამის ნახევარზე უნდა დავაყენოთ ესეც რა. ეს თუ არის 4 სანტიმეტრი, გამოვა რომ 2-ზე უნდა მოვიდეს, აი აქ. კარგი. თანი გამოდის ესეთი რა. ესე და ესე. ნახე? თანი არის აი ამ ხელა. კარგი. ზენი და ჰ მერვე გამოვტოვეთ ხო? აქ ჩავწეროთ თანიც რომ გავაკეთეთ, თანი გავაკეთეთ.
ზენი და ჰ მერვე. ზენი და ჰ მერვე. ჰ მერვეს ჩავსვავ პირდაპირ აქ. ამაში. აი აქ ეს სიმრგვალეა. მაგრამ სიმრგვალე დაბლა ზენს აქვს. ზენია აქ. ზენი. სამი წლის წინ გავაკეთე ეს ქოროსის თვალი და ეხლა უნდა გავიხსენო. ზენი ჩავსათ რა, მოდი, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, ზენი პირდაპირ აქ უნდა ჩავსათ, აი ამაში. და სიმრგვალე აქ. აბა თუ გავაკეთებ სიმრგვალეს, ესე. ზენი გამოვიდა, აი ესე, ესე და ესე. ხედავთ ხო ზენს? ჩავწერო, ზენით ჩავწერეთ. ჰ მერვეს ბოლოს დავასო. მერე წავედით ინი ძალიან ადვილია, ინი შეიძლება იყოს ესეც, ანუ უკვე ჩამჯდარია შიგნით, ინი ესეც შეიძლება იყოს და აი აქაც პატარა ინიც შეიძლება იყოს აი ამაშიც ჩასმული. ინი უკვე ჩამჯდარია, პირდაპირ ესე ინის ჩავწერ. ეხლა კარი, ხო, კარი არის ძალიან საინტერესო რა. კარი ჯდება ამაში, აი აქ და აქ. მე როგორც მახსოვს. კარი არის ესეთი, კანი უბრალოდ აი ეს და ეს. რადგან აქ უკვე ზის, აი ნახეთ, ეს სიმრგვალე და ეს, აი აქ ჩამოდის უკვე კიბესავით დაბლა კარის პოზიცია რა. აი ეს კუთხე ჩამოდის დაბლა. კარი და აი აქ კიდე ჩამოვიდა კუთხე. და მე მგონი ბოლომდე უერთდება ამას. აი, კარი სად არის, ხედავთ? კაი. კარიც ჩავწეროთ, ესე. ეხლა ლასი ძალიან ადვილია, ლასი უკვე წერია პირდაპირ ესე და ესე. ხო, ნახეთ, ლასი ჩაჯდა პირდაპირ აი ამაში. ლასიც ჩავწეროთ. მანიც ძალიან ადვილია და აი აქ ჩაჯდა მანი პირდაპირ და აი აქ ახლა ჩვენ გავუკეთოთ ესეთი სიმრგვალე. კაი, გავუკეთოთ მან, მერე ესე მიდის. აი ესე. აი მანი გამოვიდა ხო? ხედავთ საძის მანი? მანი არის ესეთი, ნახეთ, ხო ხედავთ? აი ზუსტად მიაყოლეთ თვალი რა. ბოდის გიხდით რომ მე კომპიუტერული მუშაობა არ შემიძლია და ანიმაციას ვერ ვაკეთებ, მაგრამ აი აქ ზის მანი პირდაპირ. ეს არის მანი. კაი, ჩავწეროთ რომ მანიც გავაკეთეთ. აი ესე. ნარი მეორე მხარეს არის ხო? რატომ ამაგას ლაპარაკი? ნარი არის ზუსტად აი აქეთა მხარეს ესეთი სიმრგვალე აქვს. ნახეთ? და სიმრგვალე. ჩავწეროთ ახლა აქ ეს და აქაც ეს. სანარი?
ხედავთ ნაარს? ესე, ესე და ესე. მიხვდით ხო? ნარიც ჩავწერეთ. ეხლა ჩვენ წავიდეთ და ჩავწეროთ ie. ie არის აი ეს. ie არის ეს. აი ნახეთ. და ბოლომდე გასული, აი აქამდეა ასული ie. ესე გავუკეთოთ, ცოტათი დახრილი აქ ამას ეს ies ეს დახრილი აქვს და მე არის ნახევარწრე. აქამდე. ie. ie-ც ჩავსვით. ეხლა ონი ჩავსვით. პარი უნდა ჩავსვათ. პარისაც ჩავსვი. პარი ჩავსვი მე აი აქ, აი ამაში. პარი არის ეს. აქ გამოდის ესე. აქ სიმრგვალეს აკეთებს. ადის მაღლა, მაღლამდე. აი პარი არის ეს. პარიც ჩავწეროთ. ჟანი. ჟანი ეს არის. რა უნდა მაგას? ეს და ეს. ჟანი. ური. ური არის, აი ური ქმნის ძალიან საინტერესო ფორმას. ური შეგვიძლია გავაკეთოთ დიდიც და პატარაც. აი გადავდოთ ჯერ ურიც. ური და ური ფონი ლი, ჰაი ჰოი, ჰოი ური ფონი და ლი, ლი უკვე ჩავწერით, მაგრამ ეგენი მერე გაჩვენებთ სად არის, მერე გავაკეთოთ. ჩვენ აქ ავღნიშნოთ რა ასობგერები ჩავწერეთ უკვე და რაც დაგვრჩება მერე იმასაც ჩავატარებთ. აი აქ მთავარი ეს ვიე არის, რომ ჯერ არ ჩაგვისვია, ხო? უნდა ჩავსვათ მერე სადღაც. ეხლა რაე. რაეც არის ძალიან ადვილი, რომელიც პირდაპირ აი აქ ჯდება, აი ამაში და ამაში. აი რაე აქ ჯდება. აი ხედავთ ხო რაეს? ნახეთ, აი ესე და ესე. ამაში ჯდება რაე. სან. უნდა აი რაეც ჩავწეროთ, რაე. სან. სან რა უნდა აი აქ ჯდება პირდაპირ. დონი. დონი უკვე ქმნის მეოთხე მარგალიტს. ეს არის დონის. დონი კი არა და ტარი უფრო სწორედ. ეს არის ტარის. აი ეს სიმრგვალე. ესე იგი ტარი არის აქ. ტარის ჩავწეროთ რომ არის. უნი უკვე ვქენით, ფარი ვქენით, ქანი, ქანი ახლა აქ რა უნდა მაგას რომ ეს არის ქანი. აი ამაში ზის ქანი. ღანი. ღანი სად ჩავსვი? ღანი. აი ღანის ჩასმა აქაც შეიძლება მეგობრებო რა. აი ამაში. აი აქ. ღანის ჩასმა აქაც შეიძლება, მაგრამ მე ავირჩიე ეს ადგილი რა. იმიტომ რომ ეს ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. აქედან ხდება გასვლა რა. გამშრელი განის აი აქ სიმრგვალე ეს არის. აქ. გესმით? აი ეს უნის გამსვლელი კარი აქ არის და ონის შემსვლელი და გამსვლელი კარიც აი ამაშია. ეს მხარია და თაღიც აქ ჯდება. გესმით? ღანი ჩავწერეთ, ეხლა ყარი. ყარი აქ ზის. არ არის პრობლემა. ეს არის ეხლა შინი, შინიც აი აქ ზის. შინი აქ ზის ზუსტად. მოვამრგვალოთ თუ გინდა აი ესე. ნახეთ? შინი
ჩინი აი აქ ზის, აქ და აქ. ცანი საჩავში. მოიცადეთ ჩინი ჩავწერო ჯერ ღანი, ყარი, შინი და ჩინი. ჩასმულია და ეხლა ცანზე ვართ მისული, ხო? ცანი. ცანი შეგვიძლია აი აქაც ჩავსვათ, ნახეთ, აი ამაში და ამაში. აი ეს. ცანი. მე აქ ჩავსავ ცანს. აქაც შეგვიძლია ჩავსვათ ცანი. აი ეს და ეს. ჩავსვათ აქ, სულ ერთია პრინციპში. აქ ორ კუდს გაიკეთებს. გამომშლელ კუდს და აქ პატარა კუდი გაიკეთა. კაი, დიდი გავაკეთოთ ცანი, იმიტომ რომ ცახო დიდია. ცანი გავაკეთოთ დიდი. ესე და ესე. აი გამომშლელი ესეთი რაღაცა. ცანიც ჩავწეროთ. ეხლა ძილი, აქა და აქ არის. ნახეთ, აი ესე. ძილი. ეხლა წილიც აი აქ არის, ნახეთ, ეს ხომ წილია. და აი აქ. ეს არის წილი. წილიც ჩავწერეთ. ჭარი. ჩაისვა? თუ არ ჩაისვა? ჩაისვა. ჭარი. ყარი. ხარი. ხარი რა არის, აბა? ესეთი სიმრგვალეა ღანთან. ღანი როგორიც ჩავსვით, ხო, აი ეგეთი. სიმრგვალე უნდა კონდეს. სუნთლიანი ესეთი სიმრგვალე არა აქვს ამას, როგორიც ფონს მაგალითად, ხო? და ამიტომ ღარი უნდა ჩაისვას ისეთ ადგილზე, სადაც გვაქვს ეს და ეს, ხო? აქ საჩავში, აბა გავიხსენო ღარი საჩავში. ღარი საჩავში აქ. აქ არ ჩამისვავს. ვითომ ეს ვიგულისხმე, მაგრამ ეს არ არის აქ ღარი. ღარი უნდა ჩაისვას აი აქ. და ნახეთ, აი აქ ეხლა ესე ხო გაუკეთებთ და ამას ხო გაუკეთებთ. ესე. დავყავით უკვე 1 2 3 4 ნაწილად, ხო? ჯანი. ღარი ჩავსვით. ეხლა ჯანი. ჯანი სად ჩავსვი? ჯანი ჩავსვი აქ. ესე და ესე. ჯანი აი აქ ჩავსვი, ხო? ესე და ესე, ხო? აი, სახაზავი მჭირდება. ჯან, ესე. ესე. და აი ესე. ბოლომდე არ არის შეერთებული და აი ამას გადის. აი ჯანის აქ არის. ეხლა ჰაი არის აქ. ჰაი არის ესე და ესე. ანუ ეს
ეს და ეს. ეხლა ეს ნახოთ, ლი უკვე ჩამჯდარია. ლი აი აქ არის ჩამჯდარი, როგორც უკვე აღნიშნეთ. და პატარა ლიც შეიძლება რომ ჩაჯდეს აი აქ. ეხლა აი ეს კუთხესაც წავიდა. ამ კუთხეში რატო არ იკვრება? აქ როგორ არის შეკრული, აბა? ხო, აქ ეს კუთხე გახსნილია, კი ბატონო. აქ კუთხე არ არის შეკრული, აქ კუთხეებია და აქ არ არის შეკრული კუთხე. კარგი, ეხლა ჩვენ რა დაგვრჩა? ჩვენ დაგვრჩა ვიე, ხო? და ჰოე. ჰოე ვნახოთ ეხლა მეგობრებო საძის რა. ჰოე კიდე ქმნის აი ამაში პატარა იმას წრეს აინახეთ. ამ წრეს ქმნის. ეს ძალიან პატარაზე მაქვს დახატული და კარგად არ ჩანს რა და აი ესეთ რაღაცას ქმნის ჰოე. ნახეთ? ამაში ხო არის ესე? აი ესე ხო არის და აი აქ უნდა შეიქმნას კიდე პატარა. მე აქ ჩამოვიყვანე, მაგრამ მოდი აი გავუკეთოთ აქაც. ჰოე. ესე. ნუ მოკლედ ესე და ესე. ხედავთ ხო? აი ეს არის ჰოე. აი ეს არის ჰოე. აქ შეიძლება ცოტა დიდი წრეც გაკეთდეს. ამის მსგავსად. ეგ ჰოე, ეხლა ური გავაკეთოთ და ური შეკრავს რას? ური შეკრავს რას? რას და ამას და ამას. აი ამას და ამას გააკეთებს. ეს არის ური, ვთქვათ. ამ წრიდან აქ და აქედან უკვე აქ. ური. ური ჩავშვით, მოდი, ხარი. ჯანიც ჩავშვით. ჰაიც ჩავშვით. ურიც ჩავშვით. ხოიც ჩავშვით. და რა დაგვრჩაო რა ვთქვით? ჩვენ დაგვრჩა ეს დაგვრჩა ხო ეს ასობგერა ვიე. ასობგერა ვიე ჩავსვათ სად? აი ეს ასობგერასაც ჩავსვათ, აბა თქვენი აზრით სადმა ჩაისვას. ჩემი აზრით ასობგერა ვიე არის აი ეს. უკვე ზის. აი ეს არის ასობგერა ვიე. ეხლა ჩვენ იმისათვის რომ გავიგოთ ეს ფიგურა რატომ მივიღეთ, ხო? აი ესეთი ფიგურა რატომ მივიღეთ? ნახეთ ეხლა მე რას ვიზავ? გადმოვატრიალებ ეხლა ამას. და აქეთ ამ მხრიდანაც ზუსტად იგივენაირად ჩავსავ ასობგერებს და გამსვლელ კარებს აქედანაც ვიპოვი. აქ ეს დონი გავაგარეთ, ესმით და ჯვარის აღიმართება. ნახეთ აღმართული ჯვარი რა არის და როგორ გადმოყირავებული ქონდათ ჯვარი. ესე აქვთ ეხლა მეგობრებო, ესე ჩვენი ანბანის, აი ამ ანბანის მიხედვით ჯვარი გვაქვს გადმოყირავებული, დაბლა არის ჯვარი. ეს უნდა იყოს ესე. ავღმართოთ ხო ჯვარი? გინდათ რომ ავღმართოთ ჯვარი? თუ არ გინდათ რომ ავღმართოთ ჯვარი? თუ გინდათ რომ ავღმართოთ ჯვარი, განიც გასწორდება. ნახეთ, განი როგორ მხედრული განი. მხედრული აი ეს განი. ნახეთ, მხედრული ეს განი. ესეც აღიმართება მეგობრებო რა. და მხედრული ეს განი რო აღიმართება, აი აქ პირდაპირ ბანის ჩასმაც შეიძლება. ეს ასობგერა ბანიც შეიძლება გავხადოთ. იმიტომ აქვს მე აი აქ ესე დასმული, აი ესე ჯვარზე კიდე ეს ამაღლება დასმული რა, რომ აი ჯვრიდან ბანი ხო ამაღლდა, ჩვენ ვიცით რომ ამაღლდა ქრისტე.
აი ნახეთ, ბანს ესეთი რაღაცა რა აქვს, ესე და მერე ესე. მივხვდით ახლა მე რანაირად დავხატე და რატო დავხატე ქოროსის თვალი და რა მაგარი ფიგურა გამოვიდა, ესე ახლა ფიგურებით რო დავხატეთ. აი პირდაპირ ამაღლებაც გავუკეთეთ. და ჯვარიც ამოვატრიალეთ. უბრალოდ ახლა მე დავიწყებ ისე იგივე ხაზვას ამ მხრიდან, ყველა ასობგერას ახლა ამოტრიალებული ჩავსავ. ამოტრიალებული კი არა, სწორედ ჩავსავ, მაგრამ აღმართულ ჯვარზე გესმით? აღმართულ ჯვარზე ჩავსავ ახლა. იმათ ხო დაღმართულ ჯვარზე ჩაგვისვეს ასობგერები, ახლა აღმართულ ჯვარზე ჩავსვათ. წავიდა, ადვილი იქნება ახლა უკვე. ანი. ხედავთ კარგად? ბანი. განი. უბრალოდ განი. აი აქ ესე უნდა გავიდეთ ხო ამაში. ამაში უნდა გავიდეთ განი. დონი. დონი გავმართოთ. დონი გავმართოთ. ენი. ენი. ვინი. ვინი აქამდე ჩამოდის და მე ესე იკვრება აქ. ვინი, ზენი. ვინი აქ ჩავსვით? ვინი აქ ჩავსვით? ვინი ჩავსვით კი? ზენი, მე ეს თაღია, ეს ზენი ჰემერვე. ჰემერვე აქ არის. ჰემერვე აქ არის. თანი, თანი არის აი ეს და ეს და ეს. უბრალოდ აქ და აქ. თანი, ზენი, ზენი, აი აქაც ჩაისმევა ახლა უკვე ისეთი წრე, პატარა წრე. ზენი კი არა, ეს არის ჰოე უბრალოდ. ჰოე. აი ეს ჰოე. ინი, ინი, კარი. აი აქ და აი აქაც შემოვა კარი აქამდე. აი ეს კარია. ბოლომდე ჩადის კარი. ლასი, ლასი, მანი, ნარი, ნარი, აქამდეა. იოტა. ონი და აი აქ ესეთი გამსვლელი. პარი. პარი ეს არის. ჟანი, ჟანი აქ არის. ური, ური აქ არის. ესე, ესე და ესე. რაე აქ არის. სანი აქ არის. დონი აქ არის. უნი აქ არის. აი აქ არის უნი. თავისი ვიეთი, თავისი ვიეთი. ფონი აქ არის. აი ფონი, ფონი ეს ჩამოვუწიოთ დაბლა. ფონს ჩამოვუწიოთ დაბლა. 4 სანტიმეტრი იყო თუ რამდენი ვთქვით? 3.4 ხო? იცოდე? 3.5. ფონი. აი, ფონს ჩამოვუწიეთ დაბლა. ქანი, ქანი ამაში ზის.
ღანი სათქვით, ამაში ჩავსვით ღანი, ხო? აქ. პარი, ისა ყარი აქ არის. შინიც აქ არის, შინი ეს არის. ფონი ეს და აქაც გავმართოთ. ჯვარი ორივე მხრივ გავმართოთ. ესე იგი ჩამოდის აქ, ამის 3.4 კიდე ემატება. 3.4 კიდე ემატება, ჩაეტია? უიარეთ. რამდენია? 3.5, 3. ზუსტად ჩაეტი. და აქაც ახლა 7 იყო, ხო? 7 მახსოვს როგორც იყო. ეს. აი ესეთი ფორმა მიიღო. ფონი, ჩინი ეს არის. ცანი. ძილი. და მე ეს არის ჩინი, წილი უბრალოდ, აი ეს წილი არის, აი აქ. ჭარი, აი აქ ჭარი ჯდება, ყარი. ღანი ვთქვით რომ აქ ხო? აქ ესე ჩამოდის შუაში და აი ამაში ესე აჯდება თავზე. და ეს ცოტა აქეთ რატო არის გადმოწეული? ცოტა იქით მოვსვლია. აი აქ უნდა იყოს. ჯანი. ჰაე და ლი. მე მგონი ყველა ასობგერად ჩაჯდა. აბსოლუტურად ყველა ასობგერად ჩაჯდა და აჰა, აი ეს ქოროსის თვალი დიდ ფორმატში და ლამაზ ფორმატში აი ესეთი გამოვიდა. რა ვიცი მე, ამაზე მეტ ფიგურას თუ ნახავთ, ხო, კიდე სადმე და სხვანაირად ჩასვავთ, მაშინ გამომიგზავნეთ თქვენი მონაცემი. ჯვარი იყო ამოყირავებული და გავასწორე ახლა რა. პირდაპირ ორივე მხრიდან გავასწორე. და ამასობაში რა დაიხატა, ნახეთ, ორიანი დაიხატა. აქ არ ჩანს ეს ორიანი. აქ ეს ორიანი არ ჩანს, იმიტომ რომ მე ესენი არ შევაერთეთ, ხო გითხარით. ხო და აი ახლა შეერთდა. ორიანი, ნულიანი, ერთიანი სად არის, აბა? აი ესენი რეები, იცით? აბა მოდი ესენით ჩავსვათ. ასობგერებით, კი არა და ციფრებით ჩავსვათ რა. სად წავიდა კაცო ეს? აჰა. 1. 1 არის აი ესეთი, ხო? 1. 2 როგორია? აი ესეთია, ხო? 2. აი 2 აქ ჩაჯდა. 2 აქ ჩაჯდა. 3 არის პატარა თავი და დიდი თავი. 3-საც ჩავაჯინოთ. აქ ჩავაჯინოთ პატარა თავი და დიდი თავი. პატარა თავი და დიდი თავი. 3. განმოვითაროთ რა. აბა ვნახოთ ახლა. ნახე ზენიც როგორ ჩაჯდა აქ. ზასობგერა. ოღონდ მხედრული. მხედრულიც ვნახოთ, აბა ანი, ბანი, განი,
დონი ენი ხედრულით ჩავსვათ აქ ის ვაშლი რომ მივიღეთ ჩავსვათ ეხლა ჩავსვათ დავიღალე მართალი გითხრათ ხედრულსაც ჩავსავ ოღონდ დავიღალე და თქვენ თუ არ დაიღალეთ გავაგრძელოთ მაგრამ ჯერ ციფრები ჩავსვათ ბოლომდე რა 3 სად ჩაეტეოდა ეხლა აქ ჩვენი აზრით მე ვფიქრობ რომ ან ამაში ნახეთ აი ამაში ჯდება 3 მერე 4 ესეთია ცაკ 4 არის ამოყირავებული ური თითქოს ესეთი აი 4 აქ ჩდება პირდაპირ რა აი ეს არის 4 ამაში ჩდება 1 აი ნახეთ აკეთებ ჩაჯდა ზუსტად ეგრე ჩდება მანდ აი ამაში ჩდება 4 5 ჯდება სად? 5-იანი ჯდება ასევე აი ამაში, ნახეთ. 5 ხო ესეთია, ესეთი მრგვალი და აი აქაც შეიძლება რომ ჩავსვათ 5-იანი. მაგრამ სად შეიძლება კიდე რომ ჩავსვათ 5-იანი. მე აქ უფრო მგონია რა 5-იანი აქ უფრო ჯდება 5-იანი 6-იანიც აქ უფრო ჯდება თუ აქ არ აქვს 6-იანიც აქ ჩაჯდება 7-იანი ამაში ჯდება პირდაპირ ეს არის 7-იანი. აი ეს 7-იანია რა. 8-იანიც აქ ჯდება. ცოტა გავალამაზოთ. 8-იანიც აქ ჩაჯდა. 9-იანი ჩაჯდა სად? საჯდები წვრიანო. აქ ჩაჯდა 9-იანი. სხვათა შორის აი აქ 9-იანი ესე წერია. აი დახრილი აქ და არა სწორად რო წერთ ხოლმე, ეგეთი არ არის. 9-იანი ესე წერია აქ, ნახეთ, აი აქ ჯდება 9-იანი. ეს არის 9-იანი. და შეიძლება აი ეს იყოს 6-იანი რა. იმიტომ რომ ხო 9-იანი და 6-იანი ხო საპირისპიროა. და 0 საიდაღეჯენი პეჯეჯუნა 0 0-საც ჩავსვათ ახლა ჩვენ 0 იცი საძის ღანები სადაც ჩავსვით ღანები სად ჩავსვით ამაში ჩავსვით ხო ღანები აი აქ ჯდება 0 რა აი ღანი არის გაყოფილი ნულები აი 0 ეხლა ხომ მიხდით გაყოფილი 0 აი ღანი და აი ღანი აი ეგეთია ღანი ოკეი ეს მოშორებული აქვს რა აქ რო ესეთი სიმრგვალე ქონდეს 0 გამოვა ეხლა ციფრები ხო ჩავსვით ეხლა ჩავსვათ ასომთავრული კი არა და მხედრულები ჩავსვათ ოღონდ ძალიან მაგრა დავიღალე მაგრამ მაინც ჩავსვათ რა მოდი ჩავსვათ იქნებ რაღაც ფორმა მივაღებინოთ მე ახლა ამას სურათს გადავუღებ მაგრამ როგორ გადავუღო სურათი კი არ ვიცი მე თქვენ არ გაითიშოთ როგორ გადავიღო ახლა სურათი სხვა აპარატით გადავიღებთ ერთი წუთით თქვენ დააკვირდით ამას და მე მოვა
გადავდგავ ახლა ცოტა ხანი ამას, გადავუღებ მე ამას სურათს. ჩავდგავ. ჩაგვიგდე ვიდეო ძალიან გთხოვ სიტონშიო, ხო, ჩავაგდე დაასკანირეთ ვინმემ, დაასკანირეთ, ხო, დაასკანირეთ თქვენს. ასეთი ამბანის მატრიცის ვიდეოები ბევრია შექმნილი თამარ ვიდეოებიც მაქვს, ზალომსანიძეს აქვს, მარიან ქართველს კიდევ რამოდენიმეს და იგივე ფიგურა აქვთ მიღებული? აიღე ესთეტიკო და წაიღე ხლა უკვე. წავედით ახლა ჩვენ ჯვარი ავღმართეთ და აღმართულ ჯვარზე მოვარგოთ ახლა მხედრული მხედრული ისენი ანბანი. მხედრული ანბანისთვის არ მჭირდება ახლა ის. ვნახოთ აბა. ანი. წავიდეთ ანი. ანს მე ჩავწერდი, აქაც არის ანი, ნახე. ანი. აქაც შეიძლება ჩავწეროთ ანი. აი აქაც. მაგრამ აი აქაც შეიძლება ჩაიწეროს. მაგრამ ეს უფრო ანის გავს. ას გავს. ა ბ ბ-სად არის? ბ ვნახეთ. ბ ეს არის დიდი. გ ეს არის აბგ. դ არის აი ეს ნახე. д. აბგდ. ე ვ გვინდა ახლა ჩვენ ვ არის ესეთი. ვ არის ესეთი რა. სამიანში ჯდება ვ. ე ვ აქაც შეიძლება ვ ჩაჯდეს, მაგრამ აქ ჯობია რომ ჩავაჯინე. ე ვ ზ თ ი ი ღანში ჯდება. ი არის ეს. ი ესეთი ფორმის არის წაგრძელებული. ი კ კ ეს არის. ი კ კ აი ნახეთ პირდაპირ ეგ არის რა. ი კ ლ ერთი ლ სად არის? სად არის ლ? როგორ არის აქ ახსენილი ლ? ხო, ლ არის აი ესეთი რა. ცაკ ცაკ ცაკ, ხო? ნახოთ ახლა სად ჩაისმევა ეგ ლ. სად ჩაისმევა ეგ ლ. რომ არ გავცდეთ აი ამ კუბიკს, ლ შეგვიძლია ასევე ჩავსვათ, რახან ესი არის დახატული. აი ესი არის თითქოს 1 2 3. აქ ესი არის რა. ლ აი ესეთი ლ. ლ შედახად შემოპიტირელი. ლს ვერ პოულობ ჯერჯერობით, გადავდოთ აი აქ ჩავწერ ლ. არ გვინახავს. ჩავიმახსოვრე ლ. იკლა մ м н იკლა м н ო პ ჟ ჟ არის აი აქ. ესეთი, ესეთი და ესეთი. აი ჟ-სად ჩდება, ხედავთ? აი აქ ჩდება ჟ. პირდაპირ აქ, აქ და აქ. აი დავაკვირდეთ რა. ესე, ესე და ესე. პატარა ასავით არის, მე აქ ესე ეს არის და აქ ეს. ხო, ეხლა ვიდით იყო, დავამთავრე და მოვა, ხო? ჟ ჩავსვით. რ ჩავსვით, აი ესე, ესე და ესე, რ ჩაჯდა. აქ და აქ. ს ჩაჯდა. ტარი,
ტ ჩაჯდა, იმიტომ რომ აი აქ სიმრგვალი არის ესა. აქაც შეიძლება ჩავაჯინოთ, მაგრამ რაღაცნაირი ტ არის აი ამაში ჩასული. ტს როგორ წერთ ხოლმე, კაცო? მომრგვალებულად არ ვწერთ, აი ესე არ ვწერთ ტს. ესე ხო ვწერთ ტს და აქ რატო არის ესე? მოდი ესე ჩავაჯინოთ რა. როგორც არის. როგორც წერთ, ისე ჩავაჯინოთ. ტარი. აი ესე და ესე. ტარიც ამაზე დააჯდა. ტ აი ზუსტად ეგ არის. აქაც შეგვიძლია ჩავსვათ ტ. მაგრამ აი აქ ჯობია რომ ტ ჩავსვათ, იმიტომ რომ ეს სიმრგვალე აი ყოველად არ გაკეთებულა, აქ რამდენი სიმრგვალე ჩაჯდა. სამიანიც აქ ჩაჯდა და ასე ტ აი ეს არის 1, 2 და 3. აქ ჯდება უ. მერე ფარი ფ მაგრამ ფს წაგრძელებული აქვს და მე ფს აქ ჩავასვავდი რა. აი ესე არა, არ ჯდება მათ. ფარი. მოიცა? ფარი არის თ და მე ეს. ხო, აი ფარი ამაში ჯდება. ფ აი ამაში ჯდება ფარი. და ჩვენ ვხედავთ, რომ ფარს წაგრძელებული აქ კი აქვს ვსავით რა. ვ-საც ჩავსვით ჩვენ, ვ აქ ჩავსვით. ფარს კი წაგრძელებული აქვს ვსავით, მაგრამ მე მგონი, რომ ფარს არ უნდა ქონდეს წაგრძელებული ფსავით. ესა ქვემოთ არ უნდა იყოს ჩასული. კარგი. ქანი პირდაპირ ეგრე დააჯდა. აი აქ. ღანი არის ეს, ესა და ეს. აი ეს არის ღანი. ყარიც აქ არის. შინი. ესე და ესე. მაგრამ დიდი თავი უკეთდება შინს. არა, შეგვიძლია ასევე აქედან დავიწყოთ სიმრგვალე, აი აქედან. შინი. აი ესე. შინი. ჩინი ნახე როგორი ესეთი ისე აქვს რა, ესეთი ფორმა აქვს და რატო არა აქვს წყვილა ესეთი ფორმა. იცით, აი ნახეთ, აი აქ ესეთი ფორმა უკეთდება და აი აქაც ესეთი. ჩინს პატარა თავი აქვს. წყვილად არ არის ეს თავი, აი ესეთი ფორმის. შეგვიძლია ესეთი ჩინს დავწეროთ, კაცო, არ არის პრობლემა. აი დიდი თავით. ცანი, საძის ცანი. ჩვენ ხო გითხრა რომ აქ უნდა იცნოთო რაღაც, ხო? აბა ვცნოთ, აი ცანი, სად არის? აქ. ც იწერება ამაში. ცანი ძილი. ცანი აქაც შეგვიძლია ჩავწეროთ. ამაში. ძილი. წილი. მაგრამ წილი. შინი და წილი არის ცოტა უცნაური რა, ხო? წილი მაშინ ესე დაიწერება და თავი წაიგზავნა. თავი იმიტომ არ აქვს წაგრძელებული აქამდე მიდის, აი წილი ესე იწერება. აქ ნახე. წილი. ხანი. ხარისაც ჩავსვით რა ვთქვით? აქ ამას ჩავსვით ხარი. მაგრამ აქ კიდე ესე ჩაჟდება, აი ეს, ხო. ხარი ამაში ჩაჯდა. აი ეს არის ხარი, ნახეთ.
ასომთავრული ხარი. ესე და ესე. აი, ამაში ჯდება ასომთავრული ხარი. მერე ჯანი ამაში ჯდება. აი, აქ და აქ. აი, აქ ჩაჯდა ჯანი. ესე იგი, ესე აქ და აქ. ხო? ჰაი არის ახლა მოსაწებნი. აბა სადა ხარ ჰაი? ესეთია და ესეთი. აი, ჰაიც აქ ჯდება თურმე. და სამი ერთგვარი ის აქვს, ხო? აქ და აქ. ნახეთ, ჰაისაც ჩაჯდა. ესე და ესე. ეს ჰაი ესე არ იწერება, მეგობრებო. აი აქ ესე იწერება ჰაი რა. მე ესე დავინახე ახლა. ესე და ესე. ეხლა ეს აქ ჩაჯდა პირდაპირ. აი ესე და ნახე, ესე და ესე. ხოე. ური ჩაჯდა ამაში, ნახეთ. ესე და ესე. ფონი ჩაჯდა ესე, ნახეთ. ხო არის ეს და ეს. აი ესე ჩაჯდა. აქ ჩაჯდა ეს. ფონი და ლი ჩაჯდა ამაში, რა უნდა ახლა ლი. ესე და ესე. всё, ჩავაჯინეთ მხედრულიც, ჩაჯდა მხედრულიც, რა უნდა მაგას? აჰა. მხედრულიც აქ ჩაჯდა, ასომთავრულიც აქ ჩაჯდა, ყველა ასომგერა აქ ჩაჯდა, ერთი ნუსხა ხუცურიღა დაგვრჩა და ეხლა ვერ გავაკეთებ, მაგას ძალიან დავიღალე. ოპა. ასე რომ მეგობრებო, რა ვიცი, მე ამას ვერ დავიწუნებ, ჩემ თავს ვერ დავუწუნებ ამ ნამუშევარს, ძალიან ლამაზი ნამუშევარია. აი ნახეთ, ძალიან ლამაზი ნამუშევარია. შვენიერი ნამუშევარია, გინდა ეს იატრიალე და გინდა ის იატრიალე, როგორც გინდა ისე მოატრიალე, ყველგან არის ჰარმონია შიგნით და თუ ვინმე დამიწუნეთ ამ ნამუშევარს, თქვენ შექმნით უკეთესი. მე უფრო ესე დავაყენებდი, აი ესე, იმიტომ რომ ბანი მაღლა ავიდა. ახლა მეგობრებო, თქვენ მითხარით, როგორ მოგეწონათ ეს ნამუშევარი და ჩაგიგდებთ სიდონემშიც ამ ნამუშევარს. ამას დავარქვი ქოროსის თვალი, იმიტომ რომ ქოროსის თვალის მიხედვით შევქმენი სწორედ ის ქოროსის თვალთან დამაკავშირა პირველმა ამ ქმნილებამ, რომელიც შევქმენი აი ამ პატარა. ნახეთ, დავატოვოთ ახლა ერთმანეთთან. რა პატარა არის ეს? აი ეს რა პატარა არის და ის რა ხელა არის, ხედავთ? ეს და ეს. ამაში არ ჩანს ახლა იმდენი ნაჯღაბნია, რომ ესენი არ ჩანს, აქ რაც კარგად გამოჩნდა. ასე. ხო, აბა მითხარით კიდე თქვენ თუ შექმნით ქოროსის თვალი? ეხლა რისთვის გჭირდება ეს ქოროსის თვალი, მეგობრებო? იმისთვის გჭირდება, რომ ჩვენ გაგვიგო, რომ ჩვენი ჯვარი ამოტრიალებული იყო. როგორც კი აქ აზრობრივად გასწორდა, ის გასწორდა, ეხლა უკვე ფიზიკურშიც გადავა და იმიტომ გითხარით, რომ დაიწყება მეთქი ერთი ამბები თქო და დაიწყო უკვე. თქვენ რა გონიათ ეხლა ამის მერე იმათ, ვინც ჯვარი ამოგვიტრიალა, კარგი საქმე და მოუვათ? არა, ყველა ვინც არ მოინანიებს თავის აქციელს, ვისაც ამოტრიალებული ქონდა თავის ჯვარი და არ მითხრათ ეხლა რომ ჯვრები არ ისა ჩვენს საპატრიარქოს მაგაში ხელი არ ურევია, ხო? მე თუ გავასწორე, იმან ვერ გაასწორა? არ გაასწორა, უფრო სწორედ კი არა და უბრალოდ არ გაასწორა. მაგრამ როდესაც ჯვარი გავასწორეთ, მე რო გავასწორე ჯვარი, ხო, მოდი პირდაპირ ვიტყვი რომ მე გავასწორე ჯვარი რა, იმიტომ რომ ჩემამდე ჯვრის გასწორების შესახებ არავისგან არ გამიგია, არც არავის პირისგან არ გამოსულა ეს ამბავი, ჯვრის გასწორება. ჯვრის გასწორება და 3 წლის წინ კი არა და როდის იყო 4 წლის წინ მე რო დავურეკე საპატრიარქოს ფსიქოლოგს, რომ მეთქვი თამარის ჯვარი ამოტრიალებული აქვთ.
იცით რა არის მეგობრებო, ფეხზე კიდიათ რა, ფეხზე კიდიათ. გინდა ამოტრიალებული იყოს ჯვარი და გინდა გადატრიალებული. მთავარია ფულებს გამოიმუშავებენ. ეგ დავასკვენი მე, თორე ახლა კი, მაგრამ ის რო იცი რომ ამოტრიალებულია ჯვარი და არაფერს არ ამბობ. კაი, თუ არ იცი ეს სხვა საკითხი, მაგრამ რო იცი რომ ამოტრიალებულია და არაფერს არ ამბობ, აი ეგ ხო ცოდვაა და მე კიდე რო გეუბნებიან, თუ არ იცი თქვა, ხო შენ არ იცი და რო გეუბნება ვიღაცა მოდის და გეუბნება რომ ამოტრიალებულია ეს ჯვარი და შენ ყურად არ იღებ ამას ატარებ, ხო? აი შენც მოგეკითხება ნამდვილად რა. იცოდე. წავედი ახლა მე გაკოცეთ და დარწმუნებული ყავით რომ საქართველოს არაფერი არ მოვა, იმიტომ რომ ეს უკვე გასწორებულია აქ ჯვარიც ყველაფერი კარგად არის საქართველოში. ერთადერთი საქართველოში ის ხალხი დაემხობა, ვინც იცოდა ამის შესახებ და არაფერს არ ამბობდა და თან მალავდა და თან შქმალავდა და თან რაღაცა ვითომ კარგი ტიპი იყო, ქრისტიანი იყო. აი ისეთ რო თამაშობდა ფარისეულად. იმათ მაგრა და თითი დაეხევათ. წავედი.